ხალხს თხოვეთ ამერიკელებსა გაგვიდეთ. მოგესალმებით, როგორ ხართ, როგორ? ერთი ორგანიზმი ჩვენი კონტინგენტის სახელით, მთლიანი პირადი შემადგენლობის სახელით. შუა წავიდე, როგორც კი მინისტრად დავინიშნე, თქვენ. ამისთვის მინდოდა დიდი მადლობა მეჭდა. მე მინდა რომ თქვენ იგრძნოთ, რომ მინისტრი არის თქვენს გვერდით. ჩემი სამუშაო ყველაფერად ვისურვოთ, რომ დამნებოთ თქვენ ყველანი. ეს პრიალები კაიას ბაზარზე ეს დროშა არის ერთგვიცებული ჩვენი კონტინგენტის საქართველოს საკენცო დროშა, რომელიც ლევან იზოლიას. უღრმესი მადლობა. Thank you. How are you? Good to see you. Welcome. It's very nice to meet you. Congratulations. Thank you very much. Good job. It's good to see you. Me too. Always welcome. Good to see you. How are you? Good to see you. You have a great team here. Yes. Yeah, really. It's great to see you. So I think your legal training. Yeah. Okay, 90-circuit. Yeah. Okay. 121, is they all free? Yeah, we Visit your troops. yes, sir. Yes? Yes. თავისუფლად! დღე იქნება თქვენი დღე, ეს დღე იქნება ხო არ დაგტოვებთ, ხო იქნები ჩვენს გვერდით და 31 აგვისტოს. კი ბატონო. ამოცანას, ძალთა სტრუქტურას და დავალებას. პრობლემა კავშირი. რეზერვში GDI პატრულში დოცეული. დღის განმავლობაში ჩვენ ასრულებთ ოპერაციას. და განახლება საერთოდ შეცვალა. ცელოდა ძალთა. ამოცანას ზონოს სამი რასტრის გავიოთ ჩიმპიონი ეს პირდაპირსა და თვითმფრინავის მოსირება ძალების მასირება და ინტენსიური სტილურმა დისკრიმინაცია განახორციელდა პროვინციის ჩრდილოეთით ყავს აი ეს კაპის და კაბულის პროვინცია ეს პროვინცია ფასება რაც შევა სამხედრო მიიღო. ისე მაგრამ 1-2 ვერ აკეთებს საქართველოში მყოფი ადამიანი. არის თქვენი დიდი დამსახურება. ამიტომ გადავხადო ბატონ მინისტრს, რათა მან ბევრი რაღაცა გადადო. მადლობა თქვენ. მადლობა. მადლობა. სერჟანტი გიორგი ვათიაშვილი. სერჟანტ შუბიძე თქვენ მიზანით გამოცხადეთ. დიდი მადლობა და გენერლობა მომეოცოს. მოგცეთ დიდი მადლობა. დიდი პატივისცემით. მადლობა. გაწერია 58 ბატალიონის მეთაური ავალიანი. კარგია. ესეც უღრმესი მადლობა. გულით მოვიწევდი თქვენსკენ. ამიტომ შეგნებულად პირველი ვიზიტი სწორედ აქ განვახორციელე. ერთადერთი მიზნით რომ გამოვხატო დიდი სიყვარული თქვენს მიმართ. დიდი პატივისცემა თქვენს მიმართ შემოკარგებო და გითხრათ უდიდესი მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აქ ახორციელებთ. თითოეული ქართველისთვის, განსაკუთრებით კი თქვენი ოჯახის წევრებისთვის თქვენ ხართ სიამაყე. მე როდესაც შევხვდი გუშინ დღეს გენერლებს გამოხატეს უდიდესი მოკრძალება თქვენს მიმართ. იმიტომ რომ თქვენ ხართ ვაჟკაცები, გაბედულები, მართალია ჩვენ ვართ მცირეერი, მაგრამ ჩვენ გვაქვს დიდი გული. დიდი სულისკვეთება. და ის რაც მე აქ ვნახე, მართლაც რომ მოლოდინს აჭარბებს.
და რატომ? იმიტომ რომ მართალია მინის შეიძლება ქონოდა ინფორმაცია თუ რა ხდება აქ, მაგრამ ნანახმა მართლაც რომ გადააჭარბა ამ მოლოდინს, იმიტომ რომ თქვენ ყოველდღიური საქმიანობა გიწევთ დიდი საფრთხისა და რისკის ფასად. და ეს უნდა იცოდეს თითოეულმა ქართველმა, უნდა დააფასოს თქვენი ღვაწლი და უნდა იყოს ყოველთვის მადლიერი. და ამიტომაც არის რომ საქართველოში თუ ვინმეს აქვს ყველაზე დიდი ნდობა, ეს ახარ თქვენ ჯარი და ამისთვის თქვენ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე ვსარგებლობ შემთხვევით მადლობას ვეუბნები გენშტაბის ხელმძღვანელს, მადლობას ვეუბნები ბატონ კიკნაძეს, ბატონ ავალიანს, ყველა ოფიცერს, ვინც აქ არის და ვინც აქ იყო და ვინც მომავალშიც იქნება. დიდი მადლობა მათ თითოეულს გაწეული ღვაწლისთვის. ჩემო ძმებო, თუმცა ეს ბრძოლა და ეს ვალდებულება, რასაც ჩვენ ვიხდით ჩვენი ქვეყნის წინაშე, მსოფლიო საზოგადოების წინაშე, მართალია დანაკარგების გარეშეც ვერ იქნება. და მე დავრჩი მართლაც აღფრთოვანებული, როდესაც ვნახე თუ როგორ მიაგებთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში პატივს მათ ხსოვნას. დიდი მადლობა ამისთვის და მინდა თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო იმ ვაჟკაცების წინაშე, რომელთაც სისხლი დაღვარეს აქ. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ რომ ჩვენ 31 აგვისტოს ვიზეიმებთ ქართველი მშვიდობის მყოფელის დღეს პირველად. იმიტომ რომ 99 წელს პირველი საერთაშორისო მისია განხორციელდა კოსოვოში და მისიის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ თქვენთან ერთად ყველაზე დიდი ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ნდობა მოპოვებული ჩვენი პროფესიონალიზმით, ჩვენი ერთგულებით საქმის მიმართ და იმ მეგობრობიდან გამომდინარე, იმ სულისკვეთებიდან გამომდინარე, რაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა დაინახეს, ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში არის მართლაც შეუფასებელი. და ამიტომ ჩვენ 31-ში ვიზეიმებთ ამ დღეს თქვენთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის თქვენი დღე. თქვენ ხართ ქართველნი, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფთ მსოფლიოში. მე მინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გითხრათ, ჩემო ძმებო. მიხარია რომ დღეს საღამოს ჩვენ ერთად ვიზეიმებთ მარიამობას და მინდა ერთადერთი სურვილი გამოვხატო, რომ ყველანი დაბრუნდეთ ჩვენს ლამაზ ბედნიერ საქართველოში. იმიტომ რომ თქვენნაირი შვილები არის სწორედ გადარჩენის და აყვავების შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. მე ყველაზე მეტად სწორედ თქვენს გვერდით ვგრძნობ ქართულ გენს დავით აღმაშენებლისა, ჭავჭავაძისა, თქვენ გენაცვალეთ, ჩემო ძმებო. ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ნიშანდობლივია, რომ ბატონო მინისტრად და ამითი ძალიან გაგვახარა სამხედრო მოსამსახურები თავისი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ განახორციელა ქართულ დანაყოფებში, რომელიც ასრულებს ძალიან მძიმე და რთულ მისიას ავღანეთის რესპუბლიკაში. ის შეხვდა ჯარისკაცებს, გაეცნო მათი ყოფა, შეხვდა ადგილობრივ ხელმძღვანელობას, როგორც ავღანურს, ასევე ამერიკულს და მოისმინა ის მაღალი შეფასებები, რომელსაც აძლევენ ჩვენი პარტნიორები ქართულ ჯარისკაცებს, მის პროფესიონალიზმს, მის გამბედაობას და ვაჟკაცობას. დღეს სტუმრად ყავდა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, სადაც მოხდა ჩვენი საწმყოფით ბაზა ბაგრამის გაცნობა, იმ დავალების და ამოცენების გაცნობა, რომელიც პასუხობრივად ეკისრება ქართულ ქვედანაყოფს. ქართული ქვედანაყოფი ყველაფერს ასრულებს იმისთვის, რომ ქართველიერი საქართველო და ქართული დროშა ასახელოს. მე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფის მეთაური ვარ, რომელიც ჩვენს ქართულ პარტნიორებს უჭერს მხარს. ავღანეთში ძალიან რთული მისია გვაკისრია, თუმცა ქართული ბატალიონი შესანიშნავად ართმევს თავს ამოცანას, რომელიც ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მათი ძალისხმევით ბაზის ტერიტორია დაცულია და ბევრი პროექტიც ხორციელდება. ახლა თავდაცვის მინისტრს მას ვინძლობთ, რომელიც ავღანეთში დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფების და მათი მისიის
გასაცნობად ჩამოვიდა.